გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო, მოგესალმებით. დიდი მადლობა სულყოლას, ვინც მიყურებს, მილაიქებს, ჩემს აზრს ითვალისწინებს და მეც თქვენს აზრს და თუ დააკვირდებით ყველას კომენტარში გპასუხობთ, არავის არ გტოვებთ უპასუხოთ, ზოგს გულებით, ზოგს დაუწერ ხოლმე შინაარსობრივად ტექსტს და ასე შემდეგ. დავაფასოთ ერთმანეთი, პატივიცეთ ერთი მეორეს მეგობრებო. მოკლედ, რა ხდება დღეს? ცოტა ვრცელი ვიდეო მინდა გამომივიდეს და ვეცდები რომ ყველაფერი კარგად ჩამოვაყალიბო, ისე როგორც ჩვენ შეგვეფერება ქართველებს. ესე იგი, გამობრძანდა პრემიერ-მინისტრი და ოფიციალურად გააფორმა კონსერვატიული ძალა და ერთობა ნაციონალურ გრუპაში. და მოკლედ დასძინა იქვე რომ ეს პროექტი აუცილებლად იქნება, არ იქნება ამ პროექტის ხელის შეშლა ვერავინ ვერ შეუშლის ამ პროექტს ხელს და გაამარგინალა ყველა ის ადამიანი, რომელიც აი ამ პროექტს ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა თქვენ მეგობრებო და მეც და ჩემი ოჯახიც და სულ ყველა. ბატონ პრემიერს შევეკითხები, ბატონო პრემიერო, თქვენ როდის აქეთია ინდივიდუალურად წყვეტთ რა უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაში და რა არა. წყვეტთ, მაგრამ არა ისე რომ როგორც მოგეპრიანებათ. საბოლოო სიტყვას მაინც ყოველთვის ხალხი იძახის. თქვენ თუ გგონიათ რომ რამოდენიმე ნაყიდი, რომლებიც ფულით არიან ნაყიდები და აი იმათი გამპრავებლების სიტყვით უმრავლესობაში თვლით თქვენ თავს ძალიან ცდებით რა, იმიტომ რომ თქვენ ამ ორჩეველშიც საკმაოდ ბევრი არის, რომლებიც აი ამ ყველაფერზე ძალიან გაბრაზებულები არიან. ასე რომ გამოცდით ხალხის ერთობას, ერთიან ძალას და ეს ერთობა აუცილებლად შეიქმნება ერთი წამით. ეჭვი არავის არ შეგეპაროთ, რომ ეხლა როგორც მიდის საქმე, ესე დარჩება და ან გაუარესდება. არა, ეს ერთობა ხალხში შედგება და კონსენსუსი აუცილებლად დადგება. ეხლა მე რაზე მინდა კიდე რომ ვისაუბრო. რატო ხდება აი ესე რომ მარტივად ოცნების წარმომადგენლობა ჩვეულებრივად გულანთებულ ხალხს, მეც და ყველას აიგივებს ნაციონალურ მოძრაობასთან. მე ვფიქრობ იმიტომ რომ საქართველოში ჯერ ჩვენ ქართველებს ერთმანეთი იმდენად არ გვიყვარს, რამდენადაც უნდა გვიყვარდეს აი ამ მოცემულ სიტუაციაში, რადგანაც თლიანად გადართულები ვართ ისევე ერთმანეთის დაჭმაზე, ისევე ერთმანეთის ჭამაზე, ისევე აი შენ ის გააკეთე, შენ ეს გააკეთე, შენ ეს რატო არ ქენი, შენ მაშინ ვიღაცას შეაგინე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ადრეც თქვი და დღესაც ვიმეორებ. უერთმანეთობით დავიღუპებით. როგორც ზამთრის სიცივეში ადამიანები ერთად თუ არ შეიკრიბნენ და ერთი დიდი კოცონი თუ არ აანთეს, სადაც ერთმანეთს მოუყვებიან ტკბილ მოგონებებს თუ რა კარგი იყო ადრე, როცა ხალხი ერთად ერთად იყვნენ და თუ ერთმანეთს ისინი ამ კოცონთან ერთმანეთს არ ჩაეხუტებიან, თითო ჭიქას არ დალევენ,
და რავი, ერთმანეთს პატივს არ მიაგებენ. უერთმანეთობა საქართველოში დაგუბრუნოს და ეს ხიბლი რაც პარტიებს გაგვაჩნიათ, რომ ჩვენ ძლევამოსილები ვართ, დამიჯერეთ ამ ხიბლის მორევა ძალიან გაუმარტივდება ქართულ ოცნებას, სახელმწიფოს, თუ ხალხი ერთმანეთში არ დადგა. მოდით, ნუ გვექნება ისეთი შთაბეჭდილებები, რომ ჩვენ ყველანი ანგელოზები ვართ რა. არა ვართ ყველანი ანგელოზები, კიდევ ერთხელ მიმეორებ, ყველას ჩვენ ერთმანეთისადმი ბოდიში გვაქვს მოსახდელი, უერთმანეთობისადმი, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის პატივს არცემ და ყოველთვის ერთმანეთის დაჭმაში ვართ და რაც შეეხება აი ეს ბევრი წყენები თუ არ დავივიწყეთ ჩვენ საქართველოში ქართველები, ისე არაფერი არ გვეშვება. რაც შეეხება კაცო იმაზე რომ მე მაგალითად პირდაპირ გეტყვით რა, პირდაპირ მომხრე ვარ და ძალიან ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის აზრს, რომელიც ეწინააღმდეგება ამ არაბულ ინვესტიციას. ვიზიარებ თავიდან ბოლომდე ვიზიარებ და ყველას შემოევლოს. სმაო, რას იძახი? რომ ეხლა ის რადგანაც ადრე რაღაცა სხვანაირად შეიძლება ცუდად ქონდა მომართული ჩემს მიმართ, ან პირადად შეიძლება დედა არ ქონდა ჩემს მიმართ ნაგინები, მაგრამ რაღაცა ცუდ კონტექსტში მომიხსენიებდა და დღეს რაღაცა ქართულ ერთობას გვერდში უდგას და არც თქვენ არ გაზიანებთ პირიქით და აქეთ კიდე თქვენ გამართლებთ და თქვენსკენ არის, ხო? აი მე როგორ უნდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი ბოროტია და ცუდია რა. ჩემთვის, პირადად ჩემთვის ამაში თემურ გიორხელიძე იქნება, ერმილე ნევსაძე იქნება, პეტრე იქნება, პაოლე ივანე თუ ვინ იქნება, თუ ბექა ყოჩიტაშვილი თუ რავი რა დავარქვა, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და გააკეთებს ამ არაბიზაციის წინააღმდეგ კაფეო განცხადებებს, დაგმობს, რა ვიცი, ერთობისკენ მოუწოდებს საქართველოს და ქართველ ხალხს. ჩემთვის ყველა მეგობარია და ჩემთვის ყველა თანაპარტნიორია რა. და ნუ გაგვთ, ძალიან გთხოვთ რა. ნუ ზრახავთ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცამ საპატრიარქოსთან მივიდა და პასუხები მოითხოვა. უნდა მისულიყო, მეც მივიდოდი, უბრალოდ არ მეცალა. თორე დავდგებოდი. იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში მართლმადიდებელი ერი ვართ და აი ამ საპატრიარქოს გვერდზე რო შანგრელა გახსნილი, აბარია ძალიან დიდი პასუხისგებლობა საქართველოს როგორც ეროვნულ ერთიანობაზე, ისევე სულიერ ერთიანობაზე. მაგრამ რაღაცომღაც ეჭვი მეპარება, რომ ესენი როგორც ეროვნულზე და ისე სულიერ ერთიანობაზე საერთოდ არ იყვნენ საიმში და არ ზრუნავდნენ. გარდა რა თქმა უნდა იმ სასულიერო პირებისა, რომლებიც, ასე თუ ისე აკეთებენ განცხადებებს და იძახიან, რომ რა თქმა უნდა ეს პრობლემა არის მღვდელმთავრებზეც მაქვს საუბარი და ჩვეულებრივ მღვდლებზე. როგორ უნდა იყოს აღქმული ყველა სულიერი მამაოს მხრიდან, რავი, მოწოდება ამ არაბულ თემასთან დაკავშირებით, როცა ზოგი მოგიწოდებს და ზოგი საერთოდ არ მოგიწოდებს. მე ვიცი ეკლესიები, სადაც საერთოდ არ ლაპარაკობენ ამ თემაზე. მაგრამ იმაზე კარგად ლაპარაკობენ,
იქ იმან რა ქვია ეკლესიის დამლაგებელს პირობითად რომელიც უფასოდ მუშაობს იმ ეკლესიაში და თავის თავს ღმერთს წირავს უფალს წირავს და საერთოდ კაპიკ ფულს არ იღებს და ვიღაცა შემომწირული რომ შემოვა და ამ ადამიანს 100 ლარიანს აჩუქებს თუ 50 ლარიანს იქ ყანდურა მამაოს ცოლი ფოფოდია მივარდება ხელებში და გამოსტაცებს და ეს შენი არ არის ეს შესაწირში უნდა ჩავიდეს აუცილებლად ეს შენი არ არის აქედან ჩვენ გაგვიგდია ისინი დამლაგებლები თქვენი დედავატი რა ყველა ეგეთი რავი მამაო იქნება ფოფოდია იქნება თუ ვინ იქნება ყველა მასეთი ყანდურა რა ჩემთვის და არ არის არასწორი ხალხი და როგორ არ უნდა გამიჩნდეს მე პროტესტი თქვენს მიმართ და შეკითხვა როგორ არ უნდა გამიჩნდეს სწორი ხართ თქვენ საერთოდ რასაც აკეთებ ღმერთი თქვენსას როგორ იწინოს ღმერთმა მაპატიოს კაცო მე მომიხდა მასეთ რაღაცაში შეკამათება მამაოსთან და ყოველთვის ვერიდებოდი რომ არ ქონოდა რაღაცა ეს დაძაბული რაღაცა და ყოველთვის ვცდილობდი რომ რაღაც ლოიალური და ნეიტრალური მქონოდა მიუხედავად იმისა რომ დღეს რაც ხდება ყველაფერი აქ მარტო იმის ბრალი არ არის სახელმწიფოს დიდი წვლილი აქ საპატრიარქოს შეტანილი სანამდე პატრიარქი კარგად იყო და ჯანმრთელად იყო საქართველოში ასე თუ ისე წმენა იყო მაღალ დონეზე და კარგ დონეზე იყო და იქ მიწებიც არ იყიდებოდა და აი ეს დამპყრობა აღლუმების პრობლემებიც არ დგებოდა რა სანამდე პატრიარქი ჯანზე იყო მაგრამ როცა ჯანზე აღარ არის უკვე კაცი და სად არის არავინ არ იცის და მოაჯდა უკვე ზოგიერთი მანდაურობას და რავი თავი გონიათ ბატონი და პატრონი და სწორედაც ხალხი რომ მივიდა შესაკითხად და რომ შეეკითხა რომ გაგვეცით კაცო პასუხი ილია მეორემ ჩვენმა სულიერმა მამამ გითხრა რომ ესე არ შეიძლება მიწების გაყიდვა თქვენ რა აზრის ხართ ეხლა გამაგებინეთ რა აზრის ხართ და ამაზე რა ვიცი კრიტიკა და ეს მიდის და მთელი ამბები არ შეიძლება მეგობრებო რა უერთმანეთობა დაგღუპავს პირდაპირ დაგღუპავს უერთმანეთობა ეს არ შეიძლება ჩვენ ისედაც ცოტანი ვართ საქართველოში ჩემი აზრით უნდა გაკეთდეს საერთო პლაცდარმი უნდა შეიქმნას მე ამას ვიძახდი და გაიხსენონ ვისაც ვეუბნებოდი კარგად გაიხსენ უნდა იქნას ყველა ეროვნულად მოაზროვნე დღეს ვინც ლაპარაკობს და ვინც ამის წინააღმდეგი არის იმ ხალხის შეკრება ერთად და იმათთან ერთად საერთო გეგმის აწყობა უნდა იქნას დაფიცებული ძველ ტრადიციულად სისხლით დაფიცებული უნდა იყოს ეს აუცილებელი ხატზე ბიბლიაზე იქ სასულიერო პირები რომ აი ამ თემას არავინ არ უღალატებს აი ამ ერთობას არავინ არ უღალატებს როგორც ადრე იფიცებოდნენ მეფეები როგორც იფიცებოდნენ თავადები მეფესთან და ასე შემდეგ რომ ამ ბრძოლიდან არ უნდა გასულიყო და ბოლომდე უნდა ებრძოლათ სისხლის უკანასკნელ წუთამდე. თორე ხო ხედავთ აგერ პრემიერი რას იძახის. ეს აუცილებლად აშენდება. და ამას ერთი პარტია ვერ გააკეთებს მარტო ერთი პარტია ამას ვერ მოერევა. თუ არ მოხდა ერთმანეთში შენდობა, საუბარი ერთმანეთის მიმართ პატივისცემა ესე არ გაკეთდება რა. ნუ გვაქვს ილუზიები, ნუ რა. მარტივად გამარგინალება მოხდება მერე იმ ერთი პარტიის მიგვაწევს აგერ ნაცებთან და ეხლა შენ უხსენი ვიღაცა 65 წლის პენსიონერ ქალს რომელსაც იმედი აქვს ჩართული და რუსთავი და ის და აგერ რო გაუგიარო კონსერვატორები თავის დროზე კარგი ხალხი და ისინი და პატრიოტი და დღეს გამოდის იმედი ჟურნალისტი და პრემიერ-მინისტრი გამოდის და ნაციონალიაო იძახის და ეხლა როგორ
უნდა აუხსნა შენ იმის დონემდე როგორ უნდა დაიყვანო რომ არა გატყუებენ ესე არ არის პირიქით ჩვენ ვეწინააღმდეგებით არაბულ ინვესტიციებს იქიდან გამომდინარე რომ დიდი ექსპანსიის საფრთხეებია. ხო როგორ უნდა დაუშვო მაკდონალდი? თუ კი საერთოდ ხალხი არ გაერთიანდა, საერთოდ ტელევიზია რომელიც არის კონსერვატიულად და იმად და რა ქვია მოწყობილი, ხო? კონსერვატიული ტელევიზია თუ არ მოვიდა, თუ არ გააშუქა ერთობა, ხელის ჩამორთმევა ერთმანეთში ერთმანეთს იმას გამო არჩევნების გამო უდგებოდით მართლა და მაშინ შეიკრა იმაში რა ქვია პატრიოტთა ალიანსსა და კონსერვატორებს შორის რაღაცა ერთიანობა კი არ გამოვიდა, მაგრამ მაშინ გამოვიდა და ეხლა არ უნდა გამოვიდეს პირიქით? ხო, მაშინ რაღაცები დაიძაბა, რაღაცა იქით აქეთ, რაღაცები ვერ დალაგდა, მაგრამ ეხლა რო ასეთი სამკვდრო სასიცოცხლო ომი არის, ერის გადარჩენის ყოფნა არ ყოფნის საკითხი რო დგას, ეხლა უნდა ვიყოთ კიდე ესე ერთმანეთთან? რავი, არა რა, არ არის, მე ესე სწორი არ მიმაჩნია რა. კი, გეთანხმებით, კონსერვატიული პარტია ძალიან ძლიერი პარტია არის, ძალიან ძლიერი პარტია არის სხვა ეროვნულ პარტიებთან შედარებით, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს და ეგ კი არა. ლიბერალურ პარტიებსაც უკვე რეიტინგით ჯობნის, მაგრამ ერთობა აუცილებელია რა. ეს აუცილებელია, ეს აუცილებლად გასააზრებელია მეგობრებო. ეხლა რაც შეეხება შემდეგი რა, რომ ეს საპატრიარქო გასაგებია, რომ თავისებურად წილში არის აქ ზოგიერთი მამაო, მეუფე და მთავარეპისკოპოსი და უბრალოდ ხმას არის ეს გასაგებია ყველაფერი. მე კიდე ძალიან მიკვირს აი ნეიტრალურად განწყობილი აპოლიტიკური ხალხის ძალიან მიკვირს რა დღემდე ჩუმად რატო ბაის და მაინც თავზე უნდა დაგაქნათ ვიღაცამ რომ ხმა მოიგოთ კაცო პედალოცო რა ხდება მაინც და მაინც ისეთი უბედურება უნდა მოხდეს რომ მე არამდგრადები გახდეთ და რავი საერთოდ ისეთი რაღაცები აკეთოთ რომ მთლიანად ქვეყანა უბედურებაში გადაიჭროს კაცო იმ უბედურებამდე უნდა მივიდეთ მაინც და მაინც რომ ვიღაცა დედა არხნიანმა ინდოელმა ან არაბმა ქალი გააუპატიუროს ან ვიღაცას ბინაში შეუვარდეს და რაღაცამ ასეთი გაკეთდეს მაგდონემდე უნდა მივიდეთ ამოიღეთ ბიჭო ხმა რაღაცა თქვით ან იქ ჩაეწერეთ ან აქ ჩაეწერეთ აი ეგ რო იძახიან კონსერვატიული პარტია რო მობრძანდით ჩვენთან და ჩაეწერეთ მიდით ძმაო და ჩაეწერეთ ის 20-25 წლის ბიჭებიც კაცო 2005 წელს დაბადებულები და 2000 წელზე ზემო დაბადებულები ყველა უნდა გაწევრიანდეს, ყველა უნდა ჩაეწეროს, ყველა უნდა მიიღოს მონაწილეობა. თქვენი საკეთებელი არის. იმიტომ რომ უკან რომ მოიხედავთ, მე შვილები რო გეყოლებათ, უფრო როგორი ამაყადი თქვით, რომ აი ეს ამ ქვეყანაში აი ესეთი რაღაცმა გაკეთებული და ამაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. 90-იანებში ვინც ზვიადის გვერდში იდგა და ეროვნულ მოძრაობას გვერდში ედგა, ყველა ამაყით იძახის, სიამაყით იძახის, რომ აი ესე და ზვიად მე იცი ვინ ვარ და სიამაყით იძახიან ამას და რა თქმა უნდა იამაყონ კიდევაც კაცო. იმიტომ რომ საამაყო საქმეა. ქართული საქმის კეთება და საქართველოს გვერდში დგომა საამაყო საქმეა. შეიძლება ისე დადგეს საქმე, რომ ვიღაცების აქედან გაყრა უკვე ფიზიკურად მოგვიწევს კაცო. ცოტა გამოფხიზდით ხალხო, ეგრე არ შეიძლება რაღაცა პირში წყალჩაგულებულობა და რაღაცა თქვენს ხო ფულს არ გიხდის არა ოცნება ესე სიჩუმეში რა. ოცნება
ოცნება მოვიდა და დაამსგავსა მართლა საქართველოს ქართველისთვის ნანატ ქართულ ოცნებას რა. მართლა ოცნება, აი მართლა ოცნებაში გვაცხოვრებთ რა. მართლა რაღაცა ასტრალში ვცხოვრობთ რა. მიწები, ბიჭო, მიწები არის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე n რაოდენობის ჰექტარი. რეკრეაციული ზონა არის. სამოსახლო და სამშენებლო ზონის სტატუსი არ არის. კორპუსებს სადღაც 2 მეტრში დგავენ ეს ინვესტორები რაღაცა ხელის გადაწვდენით რომ გამარჯვებას რო ეტყვნენ ერთი მეორეს და აქ მიწები, მხილა მიწები არის, წარმოიდგინე თავისუფალი და გაფორმებული, საკუთარი გაფორმებული მიწები ხალხს უფლებას არ აძლევენ რომ ააშენონ. უფლებას არ ააშენონ და არ აძლევენ უფლებას რა ააშენონ და ვიღაცა მე მიდგება უკანონოდ რაღაცას გააკეთებს ისევე საკუთარ მიწაზე ეს ბოზიშვილები მოვლენ დაუნგრევენ და მე ვიღაცას გული დაარტყავს, ინფარქტი დაარტყავს, წნევა უწევს და დემოგრაფია არ გვაქვს, ხალხი ყდება. ბიჭო, მოყდება თქვენ აკლავთ ამ ხალხს. ნერვიულობით, აბა რა იქ. რამდენს ვიცი რომ 9 შვილი ყავს. 10 შვილი ყავს, წარმოიდგინეთ და ცხოვრობენ 50 კვადრატულ იმაში, რა ქვია, კორპუსში. რაღაცას თავრობის რაღაცა 2 კაპიქს არიან გამოკიდებულები, 2 კაპიქს არიან გამოკიდებულები და მაგასაც აყვედრიან კიდე და მაგასაც რო ემუქრებიან რომ 41 თუ არ შემოხაზა არჩევნებში იმაში რა ქვია მაგ სოციალურ დაუცველობის სტატუსს მოდის. ტრაქში გაიკეთეთ რა კაროჩი რა. აი სოციალურად დაუცველი ეს რა სტატუსი რა. ბიჭო არა მოუყონოთ მართლა ამ ხალხს აი ესე ყელში კაცო. მიეცით უფლება, ვისაც აქვს მიწის ნაკვეთი, იქ რეკრეაციული ზონები მოთხარეთ და მოაშორეთ მანდედან და მიეცით სტატუსი, რომ იყოს შენებლობის ნებართვები, რომ ხალხმა იქ აიშენოს რაღაცა სახლკარი აიშენოს. იქ ინვესტორი მივიდეს და კორპუსი იქ კი არ ჩამიდგას სახლის წინ, მაგის დედავატირე, წავიდეს და იქ ზღვაზე დაარჭოს ის კორპუსი. თქვენ აღლიშვილებო, უფასოდ აძლევთ იმას, რა ქვია, ამ არაბებს, მიწის ნაკვეთებს და იმაში აპრავებთ, ქვეყნის ეკონომიკაში აპრავებთ და ოჯახის ეკონომიკა რო განვითარდეს, ეგ არ გინდათ თქვენ? არ გიყვართ ძმაო, საქართველო კი არა, ქართველი ხალხი არ გიყვართ თქვენ. ქართველი ხალხი არ გიყვართ. არა, არაბები გიყვართ და იმაში რაღაც ებრაული ქუდების დაფარება თავზე და მაგათ რიტუალებზე დასწრება და რა ვიცი, მაგათი ატივისცემები გიყვართ. იმიტომ რომ იქიდან ფული ბაბა მოდის ალბათ და მაგით კაცო. ეს ხალხს ეს ხალხი არ გათხედავს ყველაფერს. გაერთიანება და თქვენი აქედან წიოკი ერთი იქნება რა. ერთი იქნება. და პარტიებსაც და ჯგუფებსაც მოგიწოდებთ, რომ ერთობა შეიქმნას. ერთობა კონსერვატორებსაც მოუწოდებთ, რომ ერთობა შეიქმნას. ეს აუცილებელია. უნდა გაერთიანდეს ქართველი ხალხი. თორე ესენი ყველანაირ ძალას იხმარენ, რომ აი ეს პროექტი გავიდეს რა. ასე რომ ვინ წარსულში ვინ ვის აგინა, მოდი მაგას მერე მივხედოთ რა, ეგ მერენდელი საკითხი რა. დღეს ქვეყანას კარგი. აი ეგ არის ყველაზე მთავარი. და დღევანდელზე მივხედოთ. აი ეს დღევანდელი და თუ ვინმეს ყური აქვს ასაწევი და თუ ვინმეს რამე აქვს მისაღები, ეგ მერე მიიღება რა. ქვეყანა რო გადარჩება, ხო მერე მიიღება ეგ ყველა. ასე რომ მოდი გავაერთიანოთ ქართველი ხალხი, მაგაზე ვიფიქროთ. ქართული ერთობა ჩამოვაყალიბოთ, ერთი დიდი ერთობა ჩამოვაყალიბოთ. და მერე სხვა დანარჩენი და რა თქმა უნდა ერთობით უფრო ძნელი იქნება
რომ ერი მოგვერიოს რა. მოკლედ, ყველას დიდი მადლობა, ვინც მისმენთ, მიყურებთ, მილაიქებთ, გააზიარეთ, გამოიწერეთ. 1000 ლაიქზე, 1000 გამოუწერზე უნდა ჩავთო ლაივ ტრანზაქციები. აბა, კარგად იყავით.